ესე იგი ეგნატე ლოიოლას სულიერი საურჯიშოები. რას ნიშნავს ეს სულიერი საურჯიშოები? რა არის? ეს არის გარკვეული სისტემა სულიერი ტრანსფორმაციის, რომელიც გულისხმობს ნეოფიტმა უნდა გაიაროს ესე იგი სულ შედგება 4 კვირისაგან. მაგრამ ეს არის მიყოლებით ხდება, ესე იგი. პირველი კვირა გულისხმობს ეს არის მოდი ესე ვთქვათ მედიტირების გარკვეული სკოლა დღეში ადეპტი გადის ესეთი სახით ვთქვათ აი თანამედროვე სახე ესეთია რომ დღეში 4 მედიტაცია 1 საათიანი გარკვეული შუალედებით ცხადია და ყოველი მედიტაცია გულისხმობს რას თუ დავუშვათ ეს არის მედიტირება ბიბლიის ამა თუ იმ ტექსტზე ესე იგი გარკვეული სტრუქტურა აქვს ამ ყოველ ამ საათს ესე იგი ლოცვა მიმართვა შემდეგ გარკვეული ტოპოსის შექმნა მაგალითად ეს შეიძლება იყოს თუ ვიზუალურია აი მაგალითად ქრისტეს იერუსალიმში შესვლიდან მის აღდგომამდე უნდა წარმოიდგინო გარკვეული ადგილი ამ ადგილში უნდა მოათავსოს საკუთარი თავი და შეძლების დაგვარად მიმართო მაცხოვარს და აი ამ დაახლოებით 50 წუთი ფრენდერ საათია 5 წუთი დასაწყისი 50 წუთია ეს საკუთრივ მედიტაციის აქტი ბოლო 5 წუთი გამოსვლა და ამის მერე იწერ რა განიცადე რა როგორ ჩაიარა ამან და გარკვეული ესეთი რა გითხრა ამან საკუთარ თავზე ღმერთზე მოყვასზე ესე იგი შეიძლება ეს იყოს ვიზუალური ტოპოსი შეიძლება ეს იყოს ბიბლიის კონკრეტული ადგილი რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებულ slow reading ნელი კითხვა კითხულობ ერთხელ მეორეჯერ მესამეჯერ და რაღაცა მომენტში უნდა მოხდეს კონცენტრაცია გარკვეულ ეპიზოდზე აი ამ ტექსტის ну პრინციპში შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ მედიტაციის საგანი ტოპოსი ისე ვითხარით შეიძლება ხშირად არის ესე რომ ორგანიზებულია დაუშვათ ერთი დღე რაღაც საკითხავებია საგანგებოდ ამას ადგენს ვინც უძღვება ამ თქვა და ასე აი ამ კვირას შეიძლება მონაწილეობს რამდენიმე ადამიანი ხო მაგრამ როგორც წესი ამათ ერთმანეთთან შეხება არ აქვს იმას გით რომ არ ლაპარაკობენ სრული მდუმარებაა მთელი კვირის განმავლობაში ერთადერთი საუბარი არის მხოლოდ დილაობით როდესაც ხდება მედიტაციის ადგილი ტოპოსის შერჩევა და ეგ შეკითხვები შეიძლება დაუსვა ოსტატი და შეგირდი აი დაახლოებით ესეთი სტრუქტურაა და ყოველ დღე რაღაცა მომენტში თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული დრო იმისათვის რომ შეაფასოს დღე ოსტატთან ერთად და თავისი ეს დღიურივით მედიტაციის დღიურივით წარუდგინოს ესე იგი როგორც წესი ეს არის ერთი კვირა გრძელდება და ბოლოს დღეში ეს 4 მედიტაცია ყოველ დღე არის მესი ჯერ ამაზე ჯერ საუბარი მე მესა
მე შუალედებით ეს ოთხი მე ამის შეიჯამება და საბოლოო სინდისის გამოცდა აი ახსარების წინ რაც ხდება. რა არის ახლა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი არის ძალიან შეკუმშული სწრაფად გავლა იმისა, რაც წლები ხდება ჩაკეტილ მონასტერში. და არის რეალურად 4 კვირა, პირველი კვირა არის კიდე ცალკე გამოყოფილი, რომელსაც ქვია საფუძველი. მე არის ერთი კვირა, როდესაც მედიტაცია არის ცოდვაზე, ერთი კვირა, როდესაც ცოდვა და მისი საზრისი მედიტაცია დავუშვათ ქრისტეს როგორც გითხარით ცხოვრების ამ გარკვეულ მონაკვეთებზე დავუშვათ როგორც გითხარით ესე იგი თვითონ მეგნატესთან წმინდა დაესეა რა 4 კვირა ესე ლაგდება იერუსალიმში შესვლა ჯვარცმა აღდგომა ამაღლება მაგრამ ნუ საუკუნეების განმავლობაში ამან ნუ ეს მატრიცაა გარკვეული და ხო გითხარით ან ყველაფერზე შეიძლება მაგალითად რაღაცა მომენტში მედიტირებ სიტყვაზე შენი ცხოვრების წლებზე. და პირველი ან აწლეულებზე. ან მაგალითად შეიძლება მედიტაციას კონდეს როგორი სახე იცით, აი შეხებითი, აი ხელში გიჭერას მაგალითად საკუთარი ცხოვრების ნაწილზე, მაგალითად ხელზე, მუსიკაზე. 4 კვირის გავლის მერე სხვადასხვანაირია იგულისხმება საეროებისთვის სხვა ტიპის მედიტაციებია კაცებისთვის სხვანაირი, ქალებისთვის სხვანაირი საერო ადამიანებისთვის რომელიც ქმედებით ცხოვრებაზე არიან ორიენტირებული სხვანაირია არის მომენტი რომ არც კვირაზე მეტი არა მარტო იმიტომ რომ ძალიან რო არ გაიტაცოს ამან და გამომდინარე მისი სულიერი წყობიდან, ფსიქოლოგიდან თან ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული, როგორ გზნობს ოსტატი კონკრეტულ თითოეულ შეგირდს. და უნდა გამოიცნოს აი ამ რაღაცა მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი რას ხდება. ეს შეიძლება მოხდეს პირველ დღეს, მეორე დღეს, ან მესამე, ან მეოთხე დღეს დგება მომენტი კრიზისის. როდესაც ადამიანს არ სულს არ შეუძლია, არაფერი არ შეუძლია, შეიძლება ძალიან ძიმე აი ყოფილა ხოლმე პირღებინება და რაღაც ეს მომენტებიც აი ძალიან სერიოზული კრიზისი რასაც შემდეგ ამ კრიზისის გავლის მერე ნუ ბევრი ამას ვერ უძლებს ზოგი გარბის მიდის ტოვებს ამ იმას და მაგრამ როგორც წესი როდესაც ამ კრიზისს გაივლი ბოლოს დგება კათარზისი რაღაც მომენტში აი აბსოლუტური სისავსის საზრისისა და შეგრძნება და თუ არ გამოიწვია ამან მაშინ ოსტატმა რაღაცნაირად უნდა გაიგოს ამ კონკრეტულად ხელოვნურად უნდა ჩააგდოს ამ კრიზისის მდგომარეობაში. მოკლედ ეს კრიზისის მომენტი არის სრულად აუცილებელი. თუ ეს კრიზისი არ გაიარა და ნუ ახლა ძალიან გამიგზავნება ამაზე სხვა შორის მეტნაკლებად დეტალურად მიწერია ჩემს მეორე ციკლში ანტიკური ფილოსოფია და ქრისტიანული მისტიკა ერთი თავი ეძღვნება სწორედ ქრისტიანული მედიტაციების შედარებას დავუშვათ აი ლექციო დივინა ექსერციცია სპირიტუალიტა და აი რა დეტალურად არის აღწერილი ეს დღეები და ეს მე ორჯერ მაქვს გავლილი დღიურებიც მაქვს შენახული დღეების მიხედვით. მოკლედ ესე იგი რა ხდება რატომ არის ყველაფერი აი აქედან დაიბადა ბაროკო. ბაროკული გზნობადობა, ფსიქოლოგია, თვითდაკვირვება, რიტრიტი და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად მთელი ეს ევროპული ფსიქოლოგია, ევროპული ხელოვნება
მუსიკალური კულტურა, მხატვრობა დაიბადა აი ამ თქვათ ასე ეგნატესეული სულიერებიდან ძალიან ბევრი საერო პირი იყო ორდენი არ ქვია მას საზოგადოება ქვია იესოს საზოგადოება აქედან იეზუიტი იესოს საზოგადოების წევრი ძალიან ბევრი საერო ადამიანი იყო ეგრეთ წოდებული თქვათ ასე მიმდევარი საერო მიმდევარი დავშდა აი რუბენსი მაგალითად და რუბენსი ეკუთვნის ეგნატეს ავტობიოგრაფიის პილიგრიმის ცხოვრება მოგზაურობა ესე ქვია ავტობიოგრაფია მესამე პირში არის დაწერილი როგორც კეისრის დებელო გალიკო მესამე პირში არის დაწერილი და პირველ დროს გამოიცა რუბენსის ლითოგრაფიებით რუბენსმა მოხატა ასევე ლოიოლა პირველი ბაროკალური არქიტექტურული ძეგლი ეს არის ჯეზუ იესოს სახელობის ტაძარი რომში მეორე არის ლოიოლა სადაც თუ იქ არის წმინდა ეგნატეს წმინდა ნაწილები აქ არის ლუიჯი გონძაგას ასევე ძალიან უფრო ადრე შერაცხეს წმინდანად წმინდა ეგნატე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა ეგონათ რომ გენერალი იქნებოდა ანუ გენერალი ნიშნავს უმაღლესი იერარქიის უმაღლესი ფიგურა მართველი საზოგადოების მაგრამ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა რომში წარმოშობით იყო ესპანელი რამ აი 26 წელს მეგონი ხოლერა თუ შავი ჭირი იყო მაშინ თულად ვერ ასხოვებდნენ ერთმანეთისაგან და ერთ-ერთი ხოლერიანი აიყვანა და ზარაჟილს და გადაედო და გარდაიცვალა ხო და ესე იგი რუბენსი ერთ-ერთი ხელოვნებას თუ ვლაპარაკობ შარპანტიე ფრანგი კომპოზიტორი რომელიც თავის ნაწარმოებს ქმნიდა სწორედ ეგნატიანური მატრიცის მიხედვით და თუ პოეზიაზე გადავდივართ ეს არის რიჩარდ საუტვილი იეზუიტი ბერი რომელმაც დაიწყო ეგრეთ წოდებული რაც ვიცით ჩვენ devotional English devotional poetry ინგლისური მიძღვნითი კონსეკრაცია მიძღვნითი პოეზია მეორენერად ამას ქვია მეტაფიზიკური პოეზია ასე უწოდა ელიოტმა მაგრამ რეალურად ეს არის devotional poetry და პირველი წარმომადგენელი არის რიჩარდ საუტვილი იეზუიტი ბერი რომელიც ბერმონაზონი შეგვიძლია თქვა მაგრამ ის თვალ რადგანაც ეს არ არის დაყუდებული არ თქვენ ну ხო ну თქვა ბერმონაზონი რომელიც სიკვდილით დასაჯა ელისაბედ პირველმა რადგანაც რომის კათოლიციზმი იყო კანონგარეშე და ლოიალური რო ყოფილიყავი მეფისადმი რომელიც იყო ინგლისის ეკლესიის თავი უნდა გამოსული ну მოკლედ კათოლიკე ვერ იქნებოდა ქვეშევრდომი თქვა ასე კანონგარეშე იყო მე-13 საუკუნის 20 წლებამდე იყო ეს სიტუაცია თუმცა რაღაცნაირად მაინც ცხოვრობდნენ ნონკონფორმისტი კათოლიკეები მაგრამ ეს ძალკე საკითხია ну მაგალითად ვიღაცა იყო არისტოკრატი ну ბევრი დახოცეს ბევრი ну კათოლიკური რეკონკისტაცია იყო რაღაც მომენტში ოქსფორდში ის არის ეგრეთ წოდებული მარტვილთა სისხლიანი მერის დროს ცოტა ხანი იყო კათოლიკური რეკონკისტა მაგრამ მე ისე ელისაბედი მოვიდა და ეს ეკლესიის წმინდანია რიჩარდ საუტვილი შემდეგი უკვე პოეტები ჯონ დონი ანგლიკანი პასტორი იყო ყველაზე ცნობილი ჯონ დონი განსაკუთრებით მისი ჰემინგუეიმ სერიოზულად გააპიარა მისი ცნობილი ეპიგრაფი ან ნორასოდეს იკითხავ ვისთვის რეკს ზარი არც ერთი ჩვენგანი არ არის კონძული ესე იწყება ხო აი ეს ჰემინგუეის რომანი თან ქადაგებელი იყო თან პოეტი იყო და
მისია ეს არის ესეთი შრომა ჯონ დონზე ხა ბევრი წერდა, მაგრამ ყველაზე კლასიკური და მთლიანად რომ ამას ეძღვნება, ეს არის ლუის მარტსის წიგნი ჯონ დონზე, ძალიან ესეთი ფუნდამენტური და ესეთი სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა მისია ეს მიზნეთი სონეტები, როგორ აი ტოპოსს როგორ ქმნის, როგორ ავითარებს ამას. ანუ როგორც ხედავთ, ეხლა ძალიან ბევრი შეიძლება და ბაროკო მე გაცდა კათოლიციზმის ფარგლებს და გვაქვს პროტესტანტული ბაროკო, გვაქვს მართლმადიდებლური ბაროკო, პროტესტანტული ბაროკო, რა თქმა უნდა, ბახი, მაგრამ აი ეს ძირი და ამოსავალი მომენტი არის ლოიოლა, სულერი ვარჯიშები და აი ეს პოეზიის პირველადი ხელოვნებანი, რაც შეიქმნა ამის ბაზაზე, თქვათ ასე, სადაც ხდება სწორედ კრისტალიზაცია და რეფლექსირება, სადაც იბადება პრინციპში უკვე თანამედროვე ფსიქოლოგია, იმიტომ რომ კარგად თუ გადავხედავთ ფროიდის ფსიქოანალიზი, იუნგის სიღრმისეული ფსიქოლოგია ძალიან არის დავალებული ეგნატეს სულიერის ავარჯიშებისაგან, რასაც იუნგი პირდაპირ აღნიშნავდა და უფრო მეტიც იუნგი ამბობდა თუ კათოლიკებთან მიდიოდა, ესაა რა ქვია, ფსიქოანალიზი ეს არის მოგონილი ათეისტი პროტესტანტი გერმანელებისთვისო. და თქვენ გაქვთ ეკლესია და წაბრძანდით ბატონო და თქვით აღსარება იქო და არ გჭირდებათ. მოკლედ ესე იგი ბაროკო იყო ალბათ ყველაზე უკანასკნელი ინტერსტილი გლობალური სტილი, შინაარსობრივი და ფორმალური გაგებით, ევროპული, შემდეგი ყველა სტილი მაინც არის საკუთრივ ლიტერატურული და არა გლობალური. და როგორც წესი აკლია ეს თქვათ ასე ამოსავალი მეტატექსტი და იგივე სტანისლავსკის სავარჯიშოები, მსახიობის სავარჯიშოები, ანუ მას ქვია ამ უშუალო წიგნს ეწოდება მსახიობის მუშაობა საკუთარ თავზე. მეორე გვერდზე ამბობს, რომ ეს არის ამოსავალი ყალიბი არის ეგნატე ლოიოლის სულიერ სავარჯიშოები. ასე რომ სადაც გვაქვს ეს მომენტი რეფლექსიის, მედიტაციის, საკუთარ თავზე მუშაობის, ჩაღრმავების, კონცენტრაციის მატრიცა ყველგან არის წმინდა ეგნატეს სულერი სავარჯიშოები, სადაც ისე მემორი დაიბადა თანამედროვე ფსიქოლოგია როგორც ასეთი. და როგორც ხედავთ, თანამედროვე ლირიკული სუბიექტი. მაგრამ ეს აი ძალიან საინტერესო მოხდა ინგლისურ პოეზიაში პირველად. რიჩარდ საუტველისა და შემდეგ უკვე ჯონ დონის, ვოგამი, კიდე ჰერბერტი, ძალიან ბევრი არიან ესა. მე-17 საუკუნის პოეზია არის მთლიანად devotional და მე-18 საუკუნეში უკვე ეს მომენტი, როდესაც ეს ფაქტობრივად მოხდა მისი გადღაბვნა და გატოტალურება, მერე ნელ-ნელა უკვე იბადება ახალი სტილები, ახალი მიმართულებები, კლასიციზმი, შემდეგ რომანტიზმი, რეალიზმი და სიმბოლიზმი. აი სიმბოლიზმი არის სწორედ ის, რაც არის ჩვენთვის მოდერნული პოეზია, ბოდლერი, უპირველეს ყოვლისა, რატო ბოდლერი, იმიტომ რომ ბოდლერმა მოახდინა მათემატიზაცია, როგორც ჰუგო ფრიდრიხის შესანიშნავი გერმანელი ლიტერატურათმცოდნე, მე-20 საუკუნის დაიბადა 1900 თვალწების საამში, 4-ში გადაეცვალა 1919-ში. ეს არის გერმანული დიდი მე-20 საუკუნის ლიტერატურათმცოდნეობის წარმომადგენელი. მე ვახსენე წინა საუბარში ერნსტ რობერტ კურციოსი, რომელიც იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ფუნდამენტური წიგნის ავტორი, სადაც ძალიან სხვათა შორის ამ ჩვენი საუბრებისათვის ძალიან სერიოზული დახმარება იქნებოდა ევროპული ლიტერატურა და ლათინური საშუალო საუკუნეები, სადაც ის წარმოგვიდგენს ანტიკურობიდან მის თანამედროვეობამდე უწყვეტობას ევროპული ლიტერატურის და განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი ესეთი ნაწილი ტოპიკა, ტოპოსები, ლიტერატურული ტოპოსები, რომლებიც ხდება ჰომეროსიდან ბალზაკამდე მაგალითად და როგორ არის ერთიანი ტოპიკის მნიშვნელობით
ევროპული ლიტერატურა. ჰუგო ფრიდრიხიც კიდე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ავტორი ეს არის აუერბახი, ერიხ აუერბახი, რომელსაც ეკუთვნის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ყველაზე ცნობილი მიმეზისი, ასევე აი ევროპულ ლიტერატურაში ჰომეროსი და არა ბიბლიით იწყებს სხვა შორის, არა ბიბლიისა და ძალიან ეს კლასიკური მომენტია აქ არის მე ჰენრი ჯეიმსი დამთავრებს თუ ესე იგი სხვადასხვა ეპოქა განიხილავს რაღაც ერთ ნაწილს და როგორ ხდება ასახვა რეალობისა ლიტერატურაში. იყენებს არისტოტელესის ტერმინს მიმეზის და პირველი თავი ეძღვნება სწორედ ბიბლიისა და ჰომეროსის შედარებას, კერძოდ ოდისევსის ცნობილი ადგილი, როდესაც ის პოლიფემეს ემალება და ცხოვრების ქვეშ იმალება და ესე გამოვლენამ დაბრუნებული ციკლოპს გადაურჩებიან და ადარებს იმ ადგილს, როდესაც ესავი იაკობი ატყუებს თავის მამას ისააკს. როვითომ არის ესავი და ცხვრის ესავი ხო ძალიან ბანჯგვლიანი იყო და გაიკეთებს ამ ცხვრის იმას დედა გაუკეთებს რებეკა არა ლია თუ რებეკა არა რახელი და ლია მათი შვილი იაკობის ცოლები არიან რებეკა ხო და აი ამ ორ ადგილს ადარებს ერთმანეთს. ნუ ეს არის ერთ-ერთი კლასიკური მომენტი, ვისაც არის ყველა რაც ამ შედარებით რა არის განსხვავება და რა არის მსგავსება თქვა და ასე ტიპოლოგიური მომენტი თქვა და მოკლედ ბოდლერის ბოროტების ყვავილები, სადაც ჰუგო ფრიდრიხი ვახსენე არის აი ამ სწორედ ამ გერმანული ლიტერატურული ფილოლოგიის წარმომადგენელი. მან 50-იან წლებში მიკასოლის საუკუნის დაწერა ეს წიგნი თანამედროვე ლირიკის სტრუქტურა, სადაც განიხილავს თანამედროვე ლირიკის თვისებებს, ნიშან-თვისებებს, ცოტა ადრინდან ნოვალისიდან და ჟერარ დე ნერვალიდან იწყებს, მაგრამ სამი მთავარი ავტორი არის, ეს არის ბოდლერი, რემბო, მალარმე და შემდეგ განიხილავს თანამედროვე პოეტების ლექსებს დაწყებული სენ-ჟონ-პერსიდან დამთავრებული ხორხე გილიანით. ერთ-ერთი მთავარი თვისება არის ნეგატიური ხასიათი თანამედროვე ლირიკის ნეგაციური ბუნება, სადაც ძველ კლასიკურ ლიტერატურაში არის თქვა და ასე საგანი თემა, აქ არის უარყოფა და თქვა და ასე გადმოbrunებული ნეგატივი პოეტური ენის კლასა ეს სხვა შორის გალაქტიამ თავიდან ბოლომდე ჯდება ამ მაგალითად თუნდაც უოჯოცხენები რო ავიღოთ არა იქ ნახავთ რომ გერწერის დონეზე ესე იგი ფონეტიკა იმდენად მნიშვნელოვანია რომ განსაზღვრავს ლექსის საზრეს რომ პრაქტიკულად ლაპარაკია ამ ლურჯაცხენების უსასრულო მანკიერ მოძრაობაზე, რომელიც ბარათაშვილის მერანისგან განსხვავებით, რომელსაც აქ რაღაც საზრესი და აქ არის ფაქტობრივად კიდევ უფრო უარყოფითად არის ყველაფერი ეფემერაში რჩება როგორც საზღვარი გადაბუგული, ღუმელი გადაბუგული, უკანასკნელ ძებნათა გაქრა როგორც ღუმელი ცოდვით გადაბუგული, უკანასკნელ ძებნათა სევდენი საზღვარი. რა არის უკანასკნელ ძებნათა სევდენი? სევდენი საზღვარი, აი ეს ბარათაშვილი. ანუ ეს გაქრა ყველაფერი და რა დარჩა? გალაქტიონის პიროვნების კულტი, რომელიც ძიმე ქუსლებით და ახალი და დანარჩენი ყველაფერი უარყოფილია, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ის ერთია გალაქტიონი. ანუ პოეტური მე და სხვა არაფერი. ფაქტობრივად მისთვის მოიწოჩი არ იყო ღმერთი იმწუჩი კი რა საერთოდ და ასე შემდეგ. ყველა ეს მომენტი არის ბოდლერთან, ბოდლერი და ხომეთის ბოდლერთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, ну ეს საერთო ადგილია სიმახინჯის ესეთიკა, როდესაც მან მკვდარი ლეში აქცია პოეზიის ობიექტად ერთ-ერთი ლექსი არის ლეში, სადაც აღწერილია მკვდარი ცხენი და რა როგორ იხსნება
და ფაქტობრივად მე ესე ვიტყოდი, რომ ეს არის აი რასაც ჰუგო ფრიდრიხი უწოდებდა ნეგაციის არა აპოპატიკური ქრისტიანული გაგებით, არამედ სწორედ ნეგაციის და ნეგატივიზმის გამოხატულება. ნუ აქედან გამომდინარე არაბედნიერების განც არამედ სპლინის და მოწყენილობის სპლინი არ ითარგმნება პუშკინი ამაზე ღადაობს. Короче, русская ხანდრა ეს სპლინი რაც არის ფრანგული, ეს არის რუსული ხანდრა, ქართული გალახსენე ყველგან სპლინს იყენებს თავის არტისტულ ყვავილებში, მაგრამ და ამას ფრიდრიხი განსაკუთრებით კარგად აღნიშნავს და ესე ემფაზით თუ ესე ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოეტი არის რემბო, რომელიც თავისი ნეგატივიზმით და თავისი აი ამ ნეგატივიზმის პათოსით, ნუ ეხლა ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. სხვა შორის უნდა გითხრათ, თუ ფრანგებს 60-იან წლებამდე, 70-იან წლებამდე ცოტა მერეც სხვანაირად ჰქონდათ ყველაფერი. ანუ ბოდლერი არის საგარეო მოხმარებისათვის და მათი ყველაზე დიდი ეროვნული ნაციონალური პოეტი იყო ვიქტორ ჰიუგო. აი კულტურულ ფრანგს რო დალაპარაკებოდი მაგალითად 90-იან წლებში. ის გეწყოდა შემდეგ რაღაცას, რომ ბოდლერიო ეს არისო გარე ბრენდიო რა. თქვენთვისო აი როგორც რა ვიცი აი დავუშვათ ხშირად არის ხოლმე. აი მაგალითად აკირა კუროსავა. იაპონელს რო კითხო, აი ნუ ეხლა დღეს უკვე მაგრამ აი წინათ რო გეკითხეთ 20-25 წლის წინ აკირა კუროსავა ეს არის თქვენთვის და ჩვენთვის ნამდვილი იაპონია, ეს არის ოძუ. ნუ სხვა შორის აბსოლუტურად გენიალური შემოქმედი, მე კუროსავა ძალიან მიყვარს მართალი გითხრათ, მაგრამ მე მის ოძუ რატო ვყვართ იაპონელებს. სხვა შორის ოძუზე არის შესანიშნავი წიგნი დაწერილი, არა მარტო ოძუზე, მაგრამ ეს არის აი რამდენიმე მე თუ გითხავთ რა სტრუქტურული თვალსაზრისით და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით რას დავაყენებდი ფრიდრიხის ამ წიგნის გვერდით. პოლ შრედერის ესეთი წიგნი ამერიკელი სცენარისტი, რეჟისორი და კრიტიკოსი, თეორეტიკოსი, ცოცხალია. თქვენ ნანახი გექნებათ მინიმუმ 2 ფილმი მაინც მისი სცენარით, ტაქსი დრაივერ, ტაქსის ღოლი, რობერტ დე ნიროს მონაწილეობით და ის რა ქვია, ხარის მრისхანება, მოკრივე იმაზე რეალურ მოკრივეზე, იტალიური წარმოშობის ამერიკოს უარდამავის და ასევე დე ნირო თამაშობს. და აი ამ პოლ შრადერმა 70-იან წლებში დაწერა შესანიშნავი წიგნი, აი როგორც ფრიდრიხის წიგნი არის, აი ეხლა ვლაპარაკობ თანამედროვე ლირიკის სტრუქტურა დევს ქსელში სხვათა შორის ბიბლიოთეკა ჯენეზისში შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ენაზე დევს, ასევე აი ეს წიგნი ფრიდრიხის მითქი შრედერის ოღონდ კინემატოგრაფზეა. ქვია ტრანსცენდენტალური სტილი კინოში. ბრესონი, ოძუ, დრეიერი. რატო აქ ესე ბრესონი, ოძუ, დრეიერი? დრეიერი ამ დროს უფრო ადრე იყო. ოძუ კიდევ უფრო ადრე იყო. ბრესონით იწყებს ეს ფრანგი გენიალური კათოლიკე ქრისტიანი რეჟისორი ტარკოვსკი მიიჩნევდა თავის მასწავლებლად. რეალურ ლაპარაკია სწორედ ამ მედიტაციურ კინოზე და გამოსახვის იმ სტილზე, რომელიც თავისი შინაარსით ბრესონის შემთხვევაში დაკავშირებულია კლასიკური პერიოდის ხატწერასთან. კლასიკური პერიოდის ხატწერაში გულისხმობ საერთო ხატწერას, რომელიც საერთო ჰქონდა ბიზანტიას და დასავლეთ ევროპას რენესანსამდე. აი თქვენ მაგალითად რომ მოინახულოთ სიტყვაზე, აი მაგალითად სან სტეფანო როტონდო რომში, ან დაუშვათ ესპანეთში ესკურიალის ადრევ იმამდე ექსლემდე და ბოსხამდე. ხო, აი არაფერ განსხვავდება ვან
ვანეიკი, ვანდერვეიდენი, ცოტა უფრო გვიანდელებია. აი ჯოტოში უკვე არის გარდატეხა რაღაცნაირი, სადაც აი ეს დაძრულია ეს კლასიკური ხატწერა მიემართება რაღაც და ნუ კიდე ნუ აი ასევე ესპანური რეკონკისტა, თუმცა ეს ძალიან სხვა მომენტია, მაგრამ მე მაინც შევადარებდი, რომ იოანე ჯვრისას მისტიკური ღამის კიდე მეორე ამის არ ვახსენე, იმიტომ რომ ეს ვერ შესრულდება, ადამიანს უნდა კონდეს კარმელი არის ჩაკეტილი მონასტერი, ანუ იესოს საზოგადოების სულიერების გარდა არსებობს კარმელის ძალიან ძველი ორდენია, რომელიც დაფუძნდა თავის დროზე ჯვაროსნების პერიოდში კარმელის მთაზე პალესტინაში, დღეს ისრაელი. კარმელის თარატო, იმიტომ რომ ელია წინასწარმეტყველი არის დაყუდებული სწორედ ამ კარმელზე და კარმელზე ხდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება, როდესაც ელიას ევლინება ღმერთი ჩურჩულში. მანამდე მოდის ცეცხლი და არ იყო იქუფალი, მე რაღაც მიწის რა არ იყო იქუფალი და უცებ ქარის ნიავის რაღაცა ჩუმი და აიქ იყო უფალი და გადაიფარა ელიამ და ეს კარმელის მთაზე მოხდა. ამიტომ რამდენიმე მთა არის ძალიან მნიშვნელოვანი მისტიკურ. ერთი არის კარმელის, მეორე არის ნუ გოლგოთაც გარკვეული აზრით გაიაზრება, რომ თაბორი, სადაც მოხდა ჩვენი მაცხოვარის უფლის ფერიცვალება, ხო და აი კარმელი და კარმელზე დაფუძნდა მონასტერი. მე გამოყარეს ესენი. როდესაც იერუსალიმის ის რო დაეცა სამეფო 100 წელი არსება. აი მე გამოყარეს და გადმოვიდნენ ესპანეთში. და რაღაცა მომენტში მოხდა რეფორმა. და ეს რეფორმატორები არიან ტერეზა ავილიელი და იოანე ჯვრისა, სან ხუან დე ლა კრუსი. სან ხუან დე ლა კრუსი არის მნიშვნელოვანი იმიტომ იოანე ჯვრისა, რომ თან პოეტი იყო. წერდა ლექსებს და აკეთებდა კომენტარებს თავის ლექსების და ნუ როგორც პოეზიაც გენიალურია და და მას აქვს დიდი ღამის მისტიკა. ღამე, სულიერი ღამე, რომელშიც უნდა გაიაროს ადამიანმა, ხო. მე ესე ვიტყოდი, რომ ეხლა ეს არის ერთეულებისთვის რა, აი დაუშვათ კარმელის მისტიკის წარმომადგენელი არის შემდეგში ტერეზა ლიზიელი მე-19 საუკუნის ბოლო, მაგრამ ითვლება, რომ ერთ-ერთი უდიდესი სტილისტია. ფრანგები ძალიან უცნაური ხალხი იყვნენ ბოლომდე, აი ამ პერიოდამდე. არ იყო მნიშვნელობა კათოლიკია თუ ათეისტი, თავარი იყო სტილი და თუ ის არის აი დიდი და აი მოპასანი და ტერეზა ლიზიელი 24 წლის გოგო მოკვდა ჩაკეტილ მონასტერში და დატოვა თავის ავტობიოგრაფია და ეს ითვლება როგორც დიდი და მართლაც არის ფრანგული ლიტერატურის უშველებელი განძი. ნუ სხვათა შორის დედა ტერეზა კალკუტელიც ამ 4 ტერეზამ აი ტერეზა ბენედეტა კროჩე, ედით შტაინი, ჰუსარლის მოწაფე ფილოსოფოსი, რომელიც გახდა ებრაელიკო წარმოშობით, გახდა კარმელის მონაზონი და 1942 წელს ჰოლოკოსტში დაიღუპა და მისი ბოლო ნაშრომი ეძღვნება სწორედ ბოლო წიგნი არის ბოლო წიგნს ქვია Kreuzwissenschaft, ჯვრის მეცნიერება. და ბოლომდე არის დამთავრებული და ეძღვნება სწორედ ხუან დე ლა კრუსის ბნელი ღამის, ბნელი შინაღანი ღამე, რომელიც უნდა აი ქრისტეს აგონია რაც არის გეციმანის ბაღში. როგორც ეთყოდა ჟორჟ ბერნანოსი, არჩეულებრივი ესეთი პიესა აქვს, კარმელის მონაზონთა დიალოგები. და ვინც შედისო ამ ბაღშიო, ის უკან აღარ გამოდისო. და აი ეხლა განსხვავება რა არის? ეგნატეს სულერი ვარჯიშების გავლა ყველა შეუულია. კლად ეგრეც არ არის, ეხლა იქ არის მართლა და მაგრამ პრინციპში შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც შეეხება აი ეს იოანე ჯვრისას აი ეს ბნელი ღამე ეს ერთ აი
საჩუქრის საჩუქარია რო იტყვიან. არა ეს ყველაფერი ღვთის საჩუქარია, მაგრამ მაინც იქ და ესე იგი ტერეზა ავილიელის ხათრით ტერეზა დაირქვეს ტერეზა ლიზიელმა, ტერეზა ბენედეტა ჯურისამ და ტერეზა კალკუტელმა და როდესაც მე მახსოვს 2007 წელს უკვე ეკლესიაში ვიყავი და ატყდა ერთი ამბავი, მაშინ ჯერ უკრაინის კონფლიქტი არ იყო და ღაზაშიც სიმშვიდე იყო და რაღაცა დაიბეჭდა ტერეზა კალკუტელის წერილები, სადაც სამს რო ღმერთი არ ელაპარაკება მთელი 40 წელი. და აი ასეთი პოპულარულია და ღმერთია ამ დროს ღმერთმა მიმართა მას რომ ორდენი შეექმნა და შექმნა, მაგრამ მე და აი ათეისტი იყო და ნუ მე ჩვენებმა ვიღაცებმა დაწერეს რა ბნელი ღამე და ეს ნიშნავს დიონისე აროპაგელი რასაც ლაპარაკობს აპოპატიკურ თავისი აპოპატიკურ მისტიკურ თეოლოგიაში, როდესაც ბნელი წინავი ღრუბელი სიბნელე როგორც მეორე მხარე ღვთაებრივი მისტიციზმის, ხო? აი ხუან დე ლა კრუს ესაა გადატანილი თავის სულით, ნუ იქაც არის დიონისე და არეოპაგელის გარეშე არ იქნებოდა და ეს არის ხელმეორე დაბადება დიონისე არეოპაგელისა პიენეს ნახევარკუნძულზე და აბსოლუტურად შეესაბამება ამ მისტიკურ სიბნელეს ისეთი ხატვრების მისტიკური სიბნელე როგორებიც არიან ელ გრეკო, სურბარანი და ხოსე რივერა, ხოსე რივერა. სურბარანის სააღდგომო აგნუს დეი ესე ქვია და არის სააღდგომო ბატკანი გამოსახული და შავი ფონი საში. მე არ ვიცი აბსოლუტურად აი ფიროსმანის სააღდგომო ბატკნები რო არის, თითქოს მეორეჯერ თავი ნახეს რაღაც შინაგანი კავშირები ამ ორი იბერიას შორის. მისტიკური შინაგანი კავშირები. ელ გრეკოს ეს სიბნელე, რომელიც აი ეს სიბნელე, როდესაც ხატი, როცა ნახატი ისე ხდება ხატი. როცა ხატი და ნახატი არის ერთი და იგივე, აი ეს ელ გრეკოსთან და სურბარანთან და ხოსე რივერასთან, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ხუან დე ლა კრუსის ეს ყველაფერი არის ბაროკო. ელ გრეკომ ცოტა დროს გაუსრო, ამიტომ მანერის ვეძახნა, რეალურად ეს არის ბაროკო, რა თქმა უნდა. თუმცა ეს უფრო ადრე ხდება. აქედან გამომდინარე მე ვიტყოდი რომ ესე იგი იბადება ეს მე, მისტიკური მე და შემდეგ ბოდლერი აკეთებს რევერსს, აი ამ მისტიკური მე როგორც დაცემული გნოსტიკური ცოდვილი მე, რომელიც არის სპლინში, რომელიც არის მარტოობაში, რომელიც არის გაუცხოებული, რომელიც არის მჭვრეტელი მისტიკოსი, ათეისტი მისტიკოსი. მჭვრეტელი ფლანერ, რომელიც დადის ამ ქალაქში და ეს ყველაფერი არის უცხო და ეს არის ბაბილონი. ამაზე აქვს არაჩვეულებრივი წიგნი ვალტერ ბენიამინის მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოს, ლიტერატორს ფანტასტიკურად უჭერდა კალამიდან ეს რაც დიდი იშვიათობაა ფილოსოფოსებში. ვალტერ ბენიამინის წიგნი ბოდლერი როგორც მე-19 საუკუნის კაპიტალისტური ეპოქის მარქსისტი იყო. ვალტერ ბენიამინი ტრაგიკულად დაიღუპა 1942 წელს, როდესაც პორტუგალიელები არ უშვებდნენ, საფრანგეთიდან პორტუგალიაში არ უშვებდნენ და თავი ჩამოიხრჩა და მეორე დღეს ყველა ნაცისტებს გამოურბოდა, ხო და ისე საშინ დაიზაფრნენ ეს მებაჟეები და ყველა გაუშვეს. ხო და მოკლედ ეს ტრაგიკულად დაასრულა თავისი ზრუნვა, სხვა შორის საბჭოთა კავშირთანაც იყო დაკავშირებული, რამდენჯერმე იყო საბჭოთა კავშირში, ხო და მოსკოვური დღიურიც აქვს. მაგრამ თავარი მომენტი რა არის, აი ეს ბოდლერი როგორც აი ამ პლანერი მოხეტიალე, ქალაქში მოხეტიალე, ძალიან საინტერესო წიგნია, ერთ-ერთი რამდენიმე წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბოდლერზე. სარტრის ბოდლერი ფსიქოანალიტიკური მისი როგორც გითხარით ძალიან ბენიამინი არის კიდე რობერტო კალასოს შედარებით თანამედროვე წიგნი
და აი ახლახან დაწერა ძალიან კარგმა ფრანგმა ლიტერატურასწავლემ ანტუან კომპანიონმა წიგნი ზაფხული ბოდლერთან გატარებული ზაფხული. ნუ ისეთი ძალიან ისე არის დაწერილი ეს თქვათ ჩაინიკებისთვის, ბოტანიკოსებისთვის. მოდით მე ამით დავასრულებ და მე ვახსენე რემბო და მალარმე ეს არის ორი პოლუსი თუ რემბო ეს არის მეს ჩემპიონი და ამ მეს თვითობის აპოპატიკა თან ძალიან უცნაური და მოულოდნელი ქრისტიანული ობერტონებით და ამავე დროს გნოსტიკური ამ ჰამარტეის რაღაც გარკვეული დისციპლინით ისევ ვაისეც იყო გარკვეული აზრით უღმერთო მისტიკოსი მალარმე არის ამისი უკიდურესი გამოხატულება რომელიც მთელი ცხოვრება წერდა ერთ დიდ წიგნს ფაქტობრივად ბიბლიას და ამბობდა რომ ნამდვილი პოეტის მიზანი ნამდვილი ხელოვნის მიზანი არის ერთი დიდი წიგნის დაწერა სადაც იქნება ყველაფერი ეს არის სხვა შორის ტოპოსი მალერის ამბობდა რომ სიმფონია უნდა მოიცავდეს ყველას და ყველაფერს როგორც რობერტ კურციუსი ამბობს ჯოისისად მიზღუნ ჯოისში არის ყველაფერი ყველა სტილი ყველა ენა ყველა პლასტი და მას უნდა ბიბლიის ჩანაცვლება გარკვეული აზრით აი მალარმეც მე რუსი ხლებნიკოვი ერთი ძალიან საინტერესო ამას ვიგულობ წიგნი როგორც სამყარო და სამყარო როგორც წიგნი ხო აი ეს არის მალარმე როგორც ვერლენისად მიზღუნულ წერილში აქვს ეგეთი მიზღუნულ წერილში კი არა გაგზავნილ წერილში პირად წერილია იქ აი ამაზე ლაპარაკობს რომ მთელი ცხოვრება ადამიანი წერს თუ ის არის ნამდვილი პოეტი ერთ წიგნს და ეს არის ერთადერთი და უნიკალური წიგნი რომელიც მან ვერ დაამთავრა, იმიტომ რომ ამის დამთავრება პრინციპულად შეუძლებელია. მე ეს ერთადერთი წიგნს წერს მე ყველა დიდი მწერალი, პრუსტი, მუზილი, ანუ ვერ ამთავრებს ამას აუცილებლად. ტრილოგიამ რა ერთი წიგნია მიხაილ ბულგაკოვის სამივე რომანი დაამთავრებელია. ასევე კაფკა რომლის სამივე რომანი დაამთავრებელია და ერთ წიგნს წერს ის თავისი აზრით. ხო? რამდენად ეხმიანება ის ბალზაკის ცნობილ აი ამ ვიზიონს და ეს მეორე საკითხია და მოდით მაშინ რემბოზე და მალარმეზე ვისაუბროთ და კიდე ერთ პოეტზე რომელიც არ აყავს იქ ფრიდრიხს რადგანაც არ ჭდება ბოლომდე მის თეორიაში ეს არის ვერლენი რომელსაც გააკეთა კულბიტი ნეგატიურიდან პოზიტიურისაკენ და ბოლოს გახდა ღვთისმშობლის მგოსანი მენესტრელი და მოქცევის მერე წერდა საგალობლებს, თუმცა ცხოვრობდა საშინელ სიდუხჭირეში, საშინელ პირობებში, მაგრამ აი მოხდა მისი შინაგანი ფერიცვალება და მე ვიტყოდი მე ეს გარკვეული ნიშანია რამდენიმე დიდი პოეტი მოექცევა ესე, პოლ კლოდელი, მეოცე ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, შარლ პეგი, პოლ კლოდელი, ფრანსის ჟამი, ჟორჟ ბერნოსი, 4 დიდი ეკლესიის მამა როგორც მათ ეძახდნენ. ფრანგები მახვილგონივრულად, ანუ ეს უკვე სხვა ხმა, რომელიც არ ეტევა მოდერნისტულ პოეტიკაში. ანუ ეს არის ესენი არიან პოეტები, რომლებიც ცხოვრობენ მოდერნის დროში, მაგრამ წერენ რაღაც სხვას.